მაქვს პატივი გითხრათ, რომ მეოთხე წელია უკვე პრაიმ ტაიმი ხსოვნის კვირაულს აღნიშნავს, რომლის სიმბოლოც არის წითელი ყაყაჩო. დღიდან ამ პროექტის შექმნისა და იცით თქვენ, რომ ეს პროექტი ჩვენი იდეა წამოვიღეთ, ასე ვთქვათ, ბრიტანული გამოცდილებიდან, სადაც ეს სიმბოლო ყაყაჩო ეძღვნება იქაც ომის ვეტერანების ხსოვნას და მე ვფიქრობ, რომ აგრესიას არ აქვს ეთნიკური წარმომავლობა, ყველამ შეიძლება ეს გაიზიაროს მთელმა მსოფლიომ, იმიტომ რომ არა ომს და არა აგრესიას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მით უმეტეს დღევანდელი ჩვენი ისტორიული წარსულისა და ახლანდელი მდგომარეობის გამო. წლევანდელი ამ ხსოვნის კვირაულის აღნიშვნა მე ვფიქრობ, რომ გამოგვივიდა ძალიან მრავალფეროვანი, რაშიც დაგვეხმარა მთელი რიგი სტრუქტურები და შეიტანეს თავისი უზარმაზარი წვლილი. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, უშიშროების არქივი, ასევე ბიბლიოთეკა ეროვნული, რომლებიც წარმოადგენს და რა არის მთავარი გზავნილი, ბატონი გია, სპონსორები დაგვეხმარენ, TBC, ზედაზენი და მთავარი მესიჯი რა არის, საიდან მომივიდა ეს იდეა, უნდა გაგიფრთხილოთ. სულ ცოტა ხნის უკან ჩატარდა ესეთი კვლევა, ეს იყო რომში, სადაც აღმოაჩინეს ერეკლე მეფის ფირმანი გაგზავნილი რომის პაპის მიმართ. თურმე და დუიტყვით, ერეკლე მეფე აკეთებდა პატარა ნატოს, ბატონია იცოდეთ ამის შესახებ. რომის პაპს თხოვდა, რომ ეხლა მეო სპარსელებსო ომს გამოუცხადებო, ერთი ბატალიონი მომახმაროსო პრუსიამო, ერთიო საფრანგეთმა, ერთი გერმანიამო და მე ეს საქართველოს ქენი ევროპის მონამორჩილი იქნებოდა, როგორც ყოველთვის რუსებმა ეს ფირმანი დახიეს და ვერ მიაღწია ადრესატამდე ფირმანმა და სულ ცოტა ხნის მერე გაფორმდა რუსეთ-საქართველოს ცნობილი ტრაქტატი. ეს გახდა შთაგონების წყარო იმისთვის, რომ გაგვეკეთებინა გამოფენა, რომლის სათაური იქნებოდა მოპარული ისტორია და ჩვენ აი ამ ადამიანების მეშვეობით წარმოვადგინეთ თუ როგორი ევროპული იყო საქართველო რევოლუციამდე. და მე მინდა რომ მათ თხოვოთ თითო წინანდადებით ამ თემას შეეხმიათონ და შემდეგ ჩვენი პროექტის შემდეგ ნაწილზე გადავალ. ეროვნული არქივისთვის დიდი პატივია ამ უაღრესად საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ წარმოვადგენთ 19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში შექმნილ წერილობით და ფოტოდოკუმენტებს, რომელზეც ნათლად ჩანს, რომ დამოუკიდებლობის პერიოდამდე 1918 წლამდეც საქართველოს საზოგადოება უკვე ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობებით ცხოვრობდა. ამაზე მეტყველებს ის განათლების, კულტურის, მრეწველობის ამსახველი დოკუმენტები, რომელიც ეროვნულ არქივშია დაცული და რომელიც ამ გამოფენაზე ყველას შეგიძლიათ იხილოთ. დიდი მადლობა გამოფენის ორგანიზატორებს და სპონსორებს, რომ მოგვეცა ამის საშუალება. დიდი მადლობა თქვენ. თუ შეიძლება. შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მეორე წელი აქტიურ მონაწილეობას იღებს აქციაში, ხსოვნის აქციაში. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ცოტა აქტიური მონაწილეობა მივიღოთ. პირველად ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება წარმოვადგეთ იცის სამართლის საქმეს, რომელიც აღდგენილი იყო 1921 წელს. იმ პიროვნებების მიმართ, რომლებიც გარკვეული საფუძველი იგებნებოდნენ საბჭოთა ხელისუფლების მიერ. მე ვფიქრობ, რომ აქ ძალიან საინტერესო და უნიკალური დოკუმენტები იქნება წარმოდგენილი, ის წერილები და მოგონებები, რომლებიც ნათლად ასახავს თუ როგორ მოხდა საქართველოს სიძულებითი გასაფრთხილება და როგორი დევნა იმართებოდა იმ პიროვნებების მიმართ, რომლებიც შემდეგ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გაჩნდნენ. ასევე ჩვენ ამ გამოფენაზე წარმოვადგენთ ფილმს, დოკუმენტური მასალებით შედგენილს და გაკეთებულს. ფილმშიც აღწერილია ესეც ფილმის ავტორიც ალბათ გვეტყვის თავის. და
რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ და ძალიან საინტერესო ნაწილი არის ჩვენი კვირაულის, რაშიც ბატონი გია და TBC TV ერთად დაგვეხმარა, TBC ბანკი ერთად დაგვეხმარა უკაცრავად. ეს არის გმირის ომში დაღუპული გმირების შვილებს ჩაუტარებთ. რა ქვია მას ბატონი გია, რა ჩაუტარებთ? მასტერკლასი, ხო, თლაც მასტერკლასი არ იქნება, სადაც ეს იქნება მათი ემოციებისგან გათავისუფლებამ ისინი დახატავენ ნახატებს და შემდეგ მეორე დღეს მოვაწყობთ გამოფენას და ამის შესახებ გვიამბეთ ბატონი გია თქვენს. ამის ფონზე ცოტა რთულია. ხო. მე მგონი ცოტა ხანი ჩაუწიოთ ამას და მე მინდა ახსენო ძალიან უკაცრავ დიდი. საოცარ რაღაცა გაიხსნა თამარმა. ერეკლეს ეხებოდა ეს. ერეკლეს ხოდაშორის აწარმოებდა მოლაპარაკებს იმავე პერიოდში საფრანგეთთან, გოფოლერთან, მას უდოდა საჰაერო ბურთი შეეძინა. მოგიგეთ ხა ზაპარივი ჩანს რო? დირიჟაბლის უნდოდა, ჩამოტანა უნდოდა და ვიფიქრე კაცო როგორ აკეთებდა ხა წამელი ქვეყანა როგორი ღარიბია და რა თქმა უნდა სტრატეგიული მოსაზრებით ვფიქრობდა, იმიტომ გადაიფრენდა, ახალდა ეს იგი სპარსების განლაგებას ჯარების და ამას ყველაფერს დააფიქსირებდა. ნუ ძალიან თანამედროვე აზროვნებდა შეიძლება ითქვას, პირობები გაგებით, ასე რომ ერთი პერიოდი ფიქრობდი კიდევ რომ დამეხატა კიდევ ეს ერეკლეს საჰაერო დირიჟაბლი, როგორც ის მე რა თქმა უნდა არ შემდგა რა თავისი მუცნაური აღმოსავლური კუდით, ირანული კუდით და როგორ იყურება იქ და როგორ აკვირდება ჭოგრიტით აი მტრის გალაგებას საქართველოს ტერიტორიის მისადგომებთან. საოცარი ისტორია თავისთავად და ძალიან ბევრ აზრს წარმოგიჩენს. თუ როგორ ეძებდნენ ქართველი მეფეები და ხელმძღვანელები საქართველოს მესვეურნი როგორ ეძებდნენ გზებს როგორც დასავლეთისაკენ ასევე ახალი ტექნოლოგიებისა და ახალი მიღწევებისაკენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იგივე ეწყალში იგივე მეტალობა ნარჩუნდება დღესაც და ეს აკეთება ჩვენი ნიშანი გადარჩენისაც და განვითარებისაც. რაც შეეხება თვითონ ჩვენს აქციას მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა თავს, ძალიან დიდი მადლობა უთხრა TBC ბანკს. და რა თქმა უნდა ამ იდეის ყველა ავტორს, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ხა მე არავითარ მასტერკლასის ჩატარებას პირდაპირ გაგებით არ ვაპირებ. რაზეა ლაპარაკი, რა უნდა ახლა როგორ გაიწულა ბავშვს რაღაც დახატოს. უბრალოდ ფოტო რაღაცა იმედის ნაპერწკალებით და პატარა რაღაცა ნიშანს მივცეთ, თქვა რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ არ შეიძლება სახელავი როგორ გავხსნათ. ან თქვა როგორ შეიძლება კომპოზიცია ამაშენო. თავად ისაა რომ ბავშვმა შეძლოს ან ახალგაზრდა ჯობია ასე ვთქვა, შეძლოს თავისი ემოციის გამოხატვა უბრალოდ პოზიტივში თუ შეიძლება ასე ითქვას. წარმოიდგინეთ რამოდენად ტრავმა მათ არ აყავთ მამები, არ აყავთ ფაქტობრივად ოჯახი, ფაქტობრივად შინაგანად დაშლილია. გამოროს ოჯახში არ არის და სადღაც გმირის ვირტუალურ ტერმინს თუ ტიტულს ატარებს და ამ დროს შენ იზრდები მისი აჩრდილის ქვეშ. რაღაც წარმოგდგენ რაღაცა და აი ხა გეძლევა საშუალება შენი თავი გამოხატო, შენი თავი რაღაცა თითქოს შენ თავში ატარო გამოხატოი და გადმოცე ის გზნობა, რომელიც შეუძლებელია სხვა შემთხვევაში გამოთქვა და გეუბნებიან ისეთ და გეუბნებიან თქვა შენი უფროსი თანამემამულე მოდი დახატე ეს გზნობა რომელიც შენ ხარ გაქვს და ამავე დროს შენი იმედიც ამიხარ. აი თუ ამას შეძლება იქნება ძალიან კარგი და ალბათ საკმაოდ საინტერესო მასალა იქნება როგორც ხელმძღვანელობისთვის, მხატვრებისათვის, ასევე მე ვფიქრობ ფსიქოლოგებისათვის. იმიტომ ძალიან საინტერესოა თვითონ რამდენად არის პოტენცია გადარჩენისა და აი ამ კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლისა ჩვენს ახალგაზრდა თაობაში, მით უმეტეს იმ ახალგაზრდებში, რომელსაც ასეთი ტრაგედია და პირადი ტრაგედია აქვს ოჯახში და პირადი განცდა და დრამა აქვს გადატანილი თავის სულ თავის სიცოცხლის დასაწყისის დღეებში და წლებში. ასე რომ ვფიქრობ ძალიან სერიოზული აქციაა და დიდი მადლობა ამისათვის. მინდა თამაშა გთხოვო რომ რამდენიმე სიტყვა გითხრა, იმიტომ რომ ეს არ არის პირველი პროექტი, სადაც ჩვენ თანამშრომლობთ და თუ რაიმე კარგი პროექტი გამოგვივიდა, ყოველთვის TBC ბანკი არის ჩვენს გვერდზე და როგორც წესი ახლა ეს ამბავი. დიდი მადლობა. ნამდვილად თვითონ პროექტს მე არ ვიძღვე, იმიტომ რომ კარგად ჩამოაყალიბებდა თვითონ პროექტი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია და ჯერ ერთი ამიტომაც ვართ მათი პარტნიორები ამ პროექტში. რაც ბატონმა გიამ თქვა კონკრეტულად ამ აქციას რაც შეეხება ჩვენი ხელოვნების კუთხით ჩავერთებით მაინც, რადგან ასეთი კურსი გვიჭირავს წელს, რომ ხელოვნების ხარდაჭერა და ახალი შესაძლებლობების მიცემა ყველასთვის. ხელოვნება არის ყველასთვის, მას არ აქვს ასაკი და საზღვრები და ამ ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ იგრძნონ, რომ ისინი არ არიან მარტო, ვიღაცა მათთვის ზრუნავს და მათი ეს დამალული ემოციის გამოხატვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ მქონია ესეთი რამდენიმე შემთხვევა, რამდენიმე მსგავსი ღონისძიება ჩატარებული და აბსოლუტურად მოულოდნელი შედეგები დადა. ისინი ისეთ რაღაცებს ხატავენ და გამოხატავენ უკვე ქაღალდზე გადმოვაქვთ, რომელიც ალბათ თვითონაც ვერ წარმოუდგენიათ და ჩვენ დიდი სიამოვნებით უთმობთ ჩვენს საგალერეო სივრცეს
მაქსიმალურად მხარში დავუდგებით ამ ბავშვებს და არ ვიცი ჩვენ ერთ დღეს შეიძლება კიდე დაგვიბრუნდნენ ეს ბავშვები უკვე სხვა სტატუსით. და ყველაფერს ამას მინდა გითხრათ რომ წელს ყვავილმა გაიცადა რებრენდინგი ეს აღარ არის ეს რა ქვია იმითი დასაფნევი არის დასაწეპებელი ესე რაშიც დაგვეხმარა მაკა მისი გამჭრიახი დიზაინური მიგნებებით და ასევე არის მანქანებზე შეგიძლიათ დააწეპოთ და ვინც ამ ყვავილს შეიძენს თავისთავად მონაწილეობს ამ აქციაში და თავისთავად კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს არის თანხა რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ამ ბავშვების სწავლისთვის იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ამაზე უკეთესი ინვესტიცია ამაზე უკეთესი რამ რომ დაეხმარო ნიჭიერ ადამიანს განათლების მიღებაში და სწავლაში უბრალოდ არ არსებობს და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ზედაზენს რომელიც დაგვეხმარა აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ამ ყველაფრის განხორციელებაში და რამდენიმე სიტყვასაც ვეთქვით ძალიან დიდი მადლობა მოგახსენებთ. სახაში ზედაზენი მთელი გულით ხარს უჭერს ამ პროექტს სოლის კურელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ზოგადად აგვისტოს რუსეთის საქართველოს ომის ძალიან არსებითი ნიშნული საქართველოს განვითარებისა და საქართველოს საბოლოო გამარჯვების გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დამარცხდა რამდენიმე საბრძოლო მოქმედებებში საომარ მოქმედებებში, ჩვენთვის ეს იყო კიდევ ერთი გარკვეული მაგიჭი ძალიან მაგარი. სადაც იმისაკენ რომ საქართველოს განთლიანებულიყო, ეს იყო გასაღები სპორტი რაც დაიწყო საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა აკადემიაში ძალიან მძიმე, ამიტომ მათი დანატოვარის პატრონება მოვიდა ჩვენთან ჩვენ ხარში დაგვირმა ძალიან მნიშვნელოვანი და პოლიტიკური ისო. ჩვენ ამის ყოველთვის დავუჭერთ. რადგან გეტამაკეთ მე დამატებელ მინდოდა თვალშორის ინფორმაცია რო ყანონის სახით რამდენიმე წლის წინ იყო, პოსტები იმედზე იყო. მან დამირეკა რამდენიმე მხატვარი მონაწილეობა უნდა თქოს პედაგოგებს. ეს კი არ შემიძლია სართქვა. აი როგორი ხალხია მხატვრები ესე ესე იგი ფაქტობრივად მე მარტო არ ვიქნები იქნება რამდენიმე ორი ახალგაზრდა მხატვარი და ერთი შედარებით ერთი ფანტაზიული არა ცოტა მოზრდილი მე ძალიან დიდი მადლობა მათ იმისთვის რომ ისინი ჩემთან ერთად იქნებიან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ რამეს დავუმატებ რა თქმა უნდა ამ საქმეში ჩართულა მხატვართა კავშირის მისი დარბაზი და ეგეც აუცილებლად ამ კვირაულის ფარგლებში ასევე გამოიცემა ჟურნალი სპეციალური დიახ ბატონი თქვით ამის შესახებ გამოვიდა არის სპეციალური ნომერი საარქივო სადაც გამოყენებული იქნება ასევე უამრავი საინტერესო დოკუმენტი, ფოტომასალა ისევე იქნება ასევე წარმოქმნილი, რომელიც უშუალოდ შეეძება იმ ფაქტებს, თუ როგორ მზადდებოდა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1921 წლის თებერვლის შემდეგ. რომ ვისეთ უყურებთ ნამდვილად არაჩვეულებრივი გამ. კი, ეხლა შეგვიძლია თუ გინდა ისინი ეს გირჩევნიათ მე გადაიღო. მაშინ ჯობია რომ დისკები მიცა, იმიტომ რომ აქედან ვერ აიღებენ ისე გამოსახულო. როგორც გინდათ, ხო? რა მაგარია ეს ეკლესიის რა და მოსწავლე თურმე ეს რუსები დიდი ხანია გვითარებიან როგორც თვითონ უნდა ეს დოკუმენტი ისე ახლა ჩვენ რა ვიყავით არა კაცო რომში რომელიღაცა კათოლიკე პატრიოტი წაუღია ქართული ვერსია ჩვენ უკვე დატოს აკეთებდა ერთი საფრანგეთმა უშუალებელი რეფორმი, პროფონი და პრერეფორმი. მოვიდნენ, მაგრამ არ მოვიდნენ. ნეტავარმოსულება. გალაგნი ქალაქში, ვокзалში, ქუჩაში, სოფელში. ჩვენს ოთახში, ჩემს ოთახში, მის ოთახში, სხვის ოთახში, ჩვენს ლოგინში, ჩემს ლოგინში, სხვის ლოგინში. გალაგნიან თუ არა ჩვენ დაგვათავისუფლეს. დაგვათავისუფლეს თუ არა მე დააარსეს საქართველოში. მაგრამ რა დააარსეს? საბჭოთა მთავრობა, სრული მთავრობა. Thank you.
სიყვარული.